მოგესალმებით. დღეს გაჩვენეთ მე როგორ ვამზადებ გატარებულ ხორცს. ეს არის საქონლის ხორცი. ამაში ვამატებ ქინძს. წვანილი მიყვარს, ცოტა მეტი იქნება. ეს არის სუნელები, მარილი. ეს არის სხვადასხვა სუნელები ხორცისთვის სპეციალურად. თუ მიხვალთ სუნელების ადგილზე, შეეკითხეთ რომელია ხორცისთვის, ან გაამზადონ. აქ კიდე არის ორეგანო, აქ არის პირპილი და წითელი ბულგარული. და კიდე ხავსს ვამატებ. ამით უნდა დავაწვილო. მზად არის მწვანილი და ხახვიც. ამბობენ თუ გინდა რომ რბილი გამოვიდეს, პური უნდა დაამატო ცოტა. მე არ ვამატებ. ხავსს ვაკეთებ ცოტა მეც, 3 ცალი იყო, მაგრამ დიდი დაინახეთ. და წყალს ვამატებ ოდნავ, რომ გამზადების დროს რბილი გამოვიდეს, არ გამაგრდეს ხორცი. სუნელებიც დავამატეთ. 5-10 წუთი ცომისავით ვზილავ, რომ გემოები ერთმანეთს მიცეს. ხორცი ასეთი შემადგენლობით ბევრ ამაში შეგიძლიათ იხმაროთ. თუ ხინკალში იხმართ, მაშინ ნიორიც უნდა დავამატოთ. კოტლეტი, ლულა-ქაბაბი, ტოლმად შეგიძლიათ გაამზადოთ. უბრალოდ მაგ დროს რეანიც უნდა დავამატოთ. და ბრინჯი. ერთი დღე თუ დარჩება, უფრო გემრიელი გახდება. თუ არ გეზარებათ, მომწერეთ თქვენ როგორ ამზადებთ. დღეს ამით ვამთავრებ. დროებით.